მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისათვის თუ როგორ გავაკონტროლოთ რამდენ დროს ხარჯავენ შვილები ტელეფონზე. კარგი იქნება თუ საერთოდ ჩამოართმევთ ბავშვებს ტელეფონს. მაგრამ გაკონტროლებად შეიძლება. თქვენი არ ყოფნის დრო, სანჩუმად, შეიძლება ღამე ზოგი უყურებს დიდხანს, ვითომ წეს, ვითომ ზინავს და ძალიან დიდხანს უყურებს ტელეფონს. და როგორ გავაკონტროლოთ? რომ რამდენ დროს ხარჯავს. პირველ რიგში ახლა გაჩვენებთ დაწვრილებით ჩემი მეუღლის ტელეფონზე. არ გეკონოთ რომ შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს ეს მოსწავლის ტელეფონია და ამდენი დრო რო კონდეს მოსწავლეს აბიტურიენტს და ვისაც გინდა საშუალო ტელეფონზე დახარჯვა აუცილებლად გავაგდებდი მეცადინეობიდან. მაგრამ ჩემი მეუღლეს ეპატიება, იმიტომ რომ მორიგი ერთი და იგივე ოპერაციისთვის ემზადება რამდენიმე მესამე-მეოთხე ოპერაციისთვის ერთი და იგივე ექიმების შეცდომების გამო ეს სხვა თემა არის. 5 თვეა წელს და მკურნალობს, ერთი-ორ თვეში გაუკეთებენ. რა თქმა უნდა, ერთი მკურნალობის მერე მეხუთე მომდევნო ოპერაციას ასე ვთქვათ. ასე ამიტომ წოლითი რეჟიმი აქვს, სერიული არ შეიძლება, არ შეუძლია ჯერჯერობით. და რა თქმა უნდა, ძირითადი ტელეფონი გამართლებულია. აგერ ტელეფონი შევდივართ. მოდით თავიდან დავიწყოთ, სად შევდივართ პარამეტრებში. პარამეტრებში აგერ ძირითადი ეკრანი და პარამეტრებში შევდივართ აქ. შემდეგ აქ ადვილია მოვძებნით. აი ბოლოდან ნარჩენთან ადვილია ჩემ ტელეფონში მერვე ასეთი სიმბოლო დაიმახსოვრეთ. ციფრული კეთილდღეობა და მშობლის მხრიდან კონტროლი. ეკრანის დრო, აპლიკაციის ტაიმერი. ციფრული კეთილდღეობა. აქ შევალთ და პარამეტრები. ეხლა დღეს 10 წუთი, გუშინდელი 6 საათით და 2 წუთით ნაკლები, ეს 6 საათზე მეტი. დრო გაუტარებია ტელეფონი ძალიან ცოტა, როგორც აღნიშნეთ, მეუღლისათვის. და აქ ძირითად დროს გიჩვენებს და ახლა დღევანდელ დღეს არაფერს არ აჩვენებს, მაგრამ თუ საღამოთი შეხვალთ და რამდენი დრო გაატარა. მე ამდენი დრო სიტყვაზე აბიტურიენტს რომ მქონდეს გატარებული. მიხვდები დავალება შეუმოწმებ, არა აქ დავალება და დამთავრებულია შენი მეცადინეობა, თავისუფალი ხარ. აი ამის გამო 6 დროს შვილო ატარებ. და იქ უკვე აღარ მოგატყუებს. იქ რამდენ დროს ხარჯავ, მესიჯებში რამდენი დრო ხარჯავ და Facebook-ზე 5 საათი და 3 წუთი, სოციალურზე 5 საათი და ის, საერთო ჯამში და აი აქედან გააკონტროლებ, რაიმესეძებ, მორჩა, ადვილად დაიმახსოვრებ ციფრული კეთილდღეობა. კი, კარგია ზოგი შეიძლება პარამეტრებიდან ციფრული კეთილდღეობა. ზოგი ვითომ აკონტროლებს მშობელი, წაართმევს ტელეფონს, მაგრამ ფაქტობრივად მართლაც უნდა წაართვა. მე შემხედრია დასაწყისში ახლა მოულოდნელად შეუმოწმებ აბიტურიენტებს ტელეფონს, ახალმოსულს განსაკუთრებით 1-2 დღე რო გავიდა, დავალება ცოტა მაქვს ამიზის გამო სტუმარი მყავდა, ამხანაგი მყავდა, რაღაც თავი მткиოდა, გული მткиოდა, 1000 რაღაცას მოიმიზებს, მაჩვენე ტელეფონი. მარტო ამ დროს
1-2 ახლა პირველ მარტივად რომ შევუმოწმე ტელეფონს, მაჩვენე ტელეფონი და საწყისში აღმოჩნდა 7-8 საათი ქონდა გატარებული. გავაფრთხილე, შეგნიშნა ერთი რაღაც რამდენიმე წუთის გარდა 10, 15, 20 წუთის გარდა გიქნება რომ თავისუფალი ხარ მეცადინეობით. 3-4 დღის მერე შევუმოწმე 3 საათნახევარი. ცოტა მქონდა. მერე დავალება რომ ცოტა გიწერია 3 საათნახევარი. მეტი არა. ნუ რა თქმა უნდა დამეთხოვია. ასევე ეს პატარა ბავშვებს მშობლები კარგად აკონტროლებენ. პატარა ბავშვებს. საერთოდ არ თმევენ ტელეფონს და ან ისე ტელეფონები აქვთ, რომ მარტო ნომერი და მეტი არაფერი, რომ დაურეკონ სკოლიდან დავამთავრე, წამიყვანე, მომიყვანე მე-5, მე-6 კლასელები, სამწუხაროდ არა ვიდეოში თქვის სამწუხაროდ თუ საბედნიერო და საბედნიეროდ ყავს მე-5 კლასელები, იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილები არის მე-5 კლასში. ნუ ჩემი შვილიშვილებისთვის ყავს რა ყვანილი და მარტო ის რომ მეცადინო, არის ჯგუფი გავაკეთე. მე-5 კლასელები და ნუ თითქმის მე-11 მე-12 კლასელების გარდა დაბალი კლასი თითქმის არასდროს არ ყოლია. თუ ბავშვი ძალიან ძლიერი იყო, რომ ძალიან ძლიერი მერვე მე-9 კლასელები მათთან გაერთიანება შემეძლო, მაშინ აი მაშურებოდი. ნუ ხშირად ყოფილა შემთხვევა და აი წელსაც იყო შემთხვევა, რომ დავალება ცოტას მუშაობდნენ სკოლა დამთავრებულები, ვისაც მომზადე. ნუ 12 წელი სომხურ ენაზე ჰქონდათ სკოლა სომხური ჰქონდა დამთავრებული და ცოტას მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, ახლა გავბედე და ახლა მოდენა გოგონები იყვნენ ძირითადად, ხო არიან. ხო და ერთი სიტყვით ბევრი რომ არ გავაგზელო, ნუ ვერ გადავაჩვიე ტელეფონს. 3 საათი, 4 საათი როცა შევუმოწმებდი. და იმართლებდნენ თავს ამით, იმიტომ რომ უკანასკნელი გაფრთხილება მივეცი, მერე დაურეკე მშობლებს მოულოდნელად რომ შევუმოწმე და დავალება რო არ ქონდა, დაურეკე რომ ტყუილად დადიან, დროს ტყუილად კარგავენ. და თეორი გაუშვი, ერთი სიტყვით. ყველას გაუშვებ, ვინც გინდა იყოს. გინდა უკვე 1 თვეც კონდეს, 2 თვეც კონდეს დამთავრებული და ტელეფონზე. ახლა თუ დაბლოკა და იქ 0 და რაღაცა და ის ნუ შეუძლია მაგერთი რაღაც დაბლოკოს. ხო. ბავშვმა თუ დაბლოკა, ნუ გასაგებია რა, თავისად უნდა გაუშვა. არის ბავშვების კატეგორია, რომ მოულოდნელად რო ამოწმებ, კი, მუშაობს ეს ყველაფერი და მაინც რამდენი დრო აქვს და შემოწმებია მოულოდნელად და ეს და ჩემს ხარული საზღვარი არ ქონია, რომ ნამდვილად კარგი ბავშვი მივიღე, იმიტომ რომ რამდენიმე წუთი თუა ქონდა მე შემთხვევით გატარებული ტელეფონთან, რამდენიმე წუთი. ასე რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ. შეამოწმოთ და არ დაუჯეროთ იმისთვის გამოვიყენე, ამისთვის გამოვიყენე, იმ ვიდეოსთვის, ამ ვიდეოსთვის. ახლა ზოგმად კი დაიწყო რა მათემატიკის ვიდეოებს უყურებდი. ხო და იმიტომ გავატარე ამდენი დრო. კი ბატონო. მათ ჩვენი ჩანაწერები. რა ჩანაწერი და ხომ გეუბნები რომ როდესაც მათემატიკას უყურებ, აი როგორც გაკვეთილზე, მეცადინეობაზე, დაფაზე, რასაც წერ, ყველაფერი უნდა ჩაიწერო. ასევე უნდა ჩაიწერო აუცილებლად, რასაც კითხულობ მათემატიკაში. რასაც კითხულობ, ეს უნდა ჩაიწერო. ხომ ვამბობ მე ამ ვიდეოში ვეუბნები, რომ პირობა გადაწერე, მითითება მოისმინე, ამოცანის ამოხსნას ყურება არ დაიწყო, დააპაუზე, ამოხსენი, შეადარე, სად არის ნავარჯიშებელი მაჩვენე, ტყუილია, დამთავრდა. დაანებე ტელეფონს თავი, ან მეცადინებას დაანებე თავი. თუ რა თქმა უნდა არ გაძლიერდა ისე როგორც შეუძლია ასეთ ბავშვს ტყუილად არ ვატარებ. როგორც შემიძლია რომ გავაძლიერო.
გამორიცხულია, რომ ტყუილად ვატარო და მოუთმი. ახლა ზოგი მაინც ჩავაბარე, მაინც იმას ვიზავ, ასე ვიზავ და ამ სიმკაცრეს ვერ უძლებს და შეიძლება ბოლო 1 თვე, 2 თვე, ზოგიერთი წავიდეს. იმაზე პასუხისმგებელი აღარ ვარ და არც მაინტერესებს და არც კითხულობ, არც ვრიკავ ასეთ, ვინც ბოლო 1-2 თვის მერე დამოკულა მაინც წავალ და ისა და მაინც ჩავაბარე კი ბატონო. ყოფილა შემთხვევა ჩაუბარებია, ყოველ შემთხვევაში მაგრი ამბობს თვითონ ჩავაბარე. მაგრამ ყველას ვაკონტროლებ, ჩააბარა თუ არა, როგორ შეიძლება, როგორ ჩააბარა, რა ქულა მიიღო, შევდივარ იმაში და რა თქმა უნდა, მაძლევს თვითონ იმას, პაროლს და ვაკონტროლებ. კი ბატონო, ჩააბარა, ვითომ ჩააბარა, ზოგმა შეიძლება არ მოგცა ესე იგი კოდი არ მოგცა, ესე იგი არ ჩაუბარებია, შეიძლება იყოს და მინდა რომ აქ ვისწავლოს ფაკულტეტი არ მოწონს, საწვავგერეთ მონათ მოსამსახურეთ. ზოგი კი ბატონო, ნიჭიერი, ძლიერი და ისინი ნახულობს. ხელობა ვისაც აქვს, რაღაცისაც აქვს შესაძლებლობა და ძალიან ბევრი, ძალიან აუტანელ სამსახურს აკეთებს, როგორც მონები ისე შრომობენ სამწუხაროდ. სხვები არ ვიცი, სხვები ვინ ჩამოდიან და ვინც არიან ამბობენ ასე ვიყავი, ისე ვიყავი ყველგან და პირადში ამბობენ რომ ვიყავი მონა იქ. უვლიდი ასეთ გაჭირვებულ ადამიანს. აქაც პირადშიც ველაპარაკები ძალიან ახლობელი ადამიანები, მეგობრები, ნათესავები, უახლოესი ადამიანები მყოლია იქ და საკუთარი ძმაც, მონები ვიყავით. მონები თურქეთში იმის საკრეფად. ჩაის და რაღაცა, როგორც მონები ისე. ასევე ძალიან ბევრი საზღვარგარეთ, საბერძნეთში, იტალიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს აუტანელ პირობებში. ამიტომ მივაქციოთ შვილებს ყურადღება. და ვაკონტროლოთ მათი დრო. ყველაზე კარგი საშუალება, პირადად თხოვ ხოლმე, ჩემს აქ ვინც ემზადება, რომ ჩამოვართვით ტელეფონები. დიახ. კი, ამ ვიდეოებს და იმას, მაგაზე უკეთესად ავხსნით, რატომ მაგაზე უკეთესად? ეხლა 1 და 2 ამოცანის ამოხსნით, ვერ იმასიზავ. მათემატიკა, ცოტა ძალიან ძნელია. კი, ძალიან მადლობებს მიხდიან ეს ბევრი. აი გუშინდელ გამოქვეყნებული იმაში უკვე 60,000 გადააჭარბა. კი, 50,000-ზე მეტია მეთქი ვიდეოს ვიწერე და სანამ დავამთავრე ეს ვიდეოს ჩაწერა უკვე 60,000 არის გადაჭარბებული პროცენტებზე. მაგრამ 1 და 2 ამოცანა არ ეყოფა, მაგრამ მე ყოველდღურად ეხლა რომ მიყვე დღეს პროცენტი, ცოტა გავადრო, იქ ბავშვს დაავიწყდა ის რთული ფორმულები, რაღაცები. ცოტა სხვანაირი მაგალითს შემოვიტან. წილადები შვილს როგორ გავაგებინო კარგადო. კომენტარები ისკნა. ახლა წილადებზე ძალიან ცოტა ვიდეოები მაქვს, მაგრამ ეს მითითებად ეს გასათვალისწინებელია ჩემთვის, რომ აქ წილადებზე რო ამზადე მე-12 კლასელებიც ხშირად აზე არ არიან ამ წილადებზე. როდესაც დაუშვათ ყვაბერძნა პირველი მეორე თავს გავივილი და რამდენიმე მას ვაწერინებ. იქ 100-დან ზოგ 60% მიუღია ეს რა ძალიან დადებითი მაგარი კარგი შედეგია. და იქ წერილობით იმასაც გაყოფასაც თხოვ რიცხვების. არ ვეაკეთებს, იმიტომ რომ ტელეფონით აკეთებ და ყველაფერი რაღაც. და ამ წილადებზე უჭირთ. დასაწყისში წილადები არის მათემატიკის ხერხემალი და უჭირთ ძალიან ბავშვებს. ამიტომ წილადებზეც ჩავწერ დაწვრილებით, რომ ყველამ გაიგოს. ადრე შედარებით ცოტა ნახვები იმიტომ მქონდა, რომ აბიტურიენტები ძალიან
ნუ მარტო აბიტურიენტები, მაგრამ ეს ზოგი იქ ემზადება, ზოგი იქ შეიძლება შენი ვიდეოები რა საერთოდ არ ჭირდება, ვინც ემზადება და ძირითადად იმაზეა გათვლილი, ვინც არ ემზადება და რაც მოსწავლეებისთვისაც დავიწყე და კონკრეტულად არ ვამბობ ხოლმე, რომ ეს აბიტურიენტებისთვის არის, ეს მოსწავლეებისთვის, ეს მასწავლებლებისთვის. მე ვეცდები ახსნა ესე, რომ ყველას გამოვადგეს. დაწყებული, აი ყველაზე დაბალი კლასიდან დაწყებული დამთავრებული მასწავლებლებამდე. ასე რომ აკეთოთ სიკეთი. თქვენი დახმარებით მე მიხარია, რომ ძალიან ბევრი გაზიარება აქვს და ამას გთხოვთ. ყოველთვის ყველა ვიდეოში ვამბობ, რომ გააზიარეთ, რადგან ბევრს არ აქვს საშუალება რეპეტიტორებთან მოემზადოს. მათ შორის ჩემ თავსაც გულისხმობ. მე შეურაცხყოფას და იმას არ ვაყენებ რეპეტიტორებს. ჩემი ერთადერთი ძირითადი საქმიანობა არის რეპეტიტორობა და ეს ყველაფერი. ამიტომ გთხოვთ ხოლმე, რომ გააზიაროთ და გააზიაროთ ეს ვიდეოები, ჩემი ვიდეოები. ვაკეთოთ სიკეთი. რატომ? იმიტომ რომ მაგრად თქმულ არა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების. გაეცით დრო, გააკეთეთ სიკეთი, რატომ? რასაც გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია. გავცეთ, ვაკეთოთ სიკეთი, ვაკეთოთ კარგის მქნელი. ვიყოთ ყოველთვის. ასე რომ გისურვებთ ეს ვიდეო გთხოვთ, რომ გააზიაროთ, რადგან ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ აკონტროლოს შვილი. რა ვქნაო, მე-12 კლასელი და ისა ტელეფონისთვის ვერ მომიშორებია. კი ბატონო, ბოლოს შემთხვევა, მშობელს ველაპარაკებ, რამდენი დრო აქვს დახარჯული და ყველა დადის მათემატიკაზე 18-19 წლის ადამიანი, ტელეფონისთვის ვერ მომიშორებია. რა ვქნა, არჩევანის საშუალება მივცეთ, ჩემთან ვერ იქნება ეგ ბავშვი. სანამ პატარა არის, რომ ჩევაში არ გადაუვიდეს, საუკეთესო ვარიანტია, რომ მაგრად აკონტროლო დადებითი ის. აი თვითონ ჩემ შვილიშვილებს აი ტელეფონი 15 წუთი, ნახევარი საათი, ვათხოვ, სხვა გზა არ არის. თავის მშობლები ათხოვებენ, განცალკევებით ცხოვრობენ, სხვაგან ცხოვრობენ აქვე ახალციხეში. და უბრალოდ მთხოვს, რომ ერთ ლექს ვისწავლებ ხესტყაოსნიდან და მათხოვებ, ისწავლე. შემოვარდება ზოგჯერ მეცადინმაზე, ვისწავლე უკვე. ჩაგაბარებ, რა ჩამაბარებ, გამოვალ და მერე ჩამაბარებ. 7 წლის ბავშვი. ჩაგაბარებ. ხო და კაი, მერე ჩავიბარე, მაგრამ მაგერ შენ ტელეფონი. სიტყვა არის, მაგრამ კარგია რომ არის აქნა რა. რაღაც ჩევად გადაუვიდეს და ჩევად ეს. ძალიან ბევრი თავები ვასწავლე მე დამოუკიდებლად. როგორ ვასწავლე ამაზე ვიდეოებიც მაქვს TikTok-ზე განსაკუთრებით, სადაც ბავშვთან ერთად ვარ გადაღებული. და ასევე თემური ხუციშვილზე პოსტები, პირველი პოსტი და ხესტყაოსანგამის პირველი პოსტი, სადაც მთელი ხესტყაოსანი მაგაზე პირად ჩაწერილი, ბოლოში, აი თქვენი სიტყვები რო ვიხმაროთ, ზოგიერთების ასკროლა არ მიყვანს ეს უცხო სიტყვები. და ბოლოში არის ის ძირითადი საიდუმლოება. არა მარტო რაც ხესტყაოსანზე პირად სწავლაში გამოგადგება, თუ ხესტყაოსანზე პირად ისწავლი, ნებისმიერი შეც გამოგადგება იმ მეთოდი და ასევე ძირითადი საიდუმლოება, რაც საერთოდ ზოგადად რაღაცის სწავლის დროს გამოგადგება. ხან ბავშვების იმით ხსნი ვიდეოებით, ხან ჩემი იმით 2 საათიანზე მეტი ვიდეო მაქვს, პირადად ტელეფონი მაქვს დაკავებული და ვკითხულობ ჩემს იმ კომენტარები გაერთიანებული მაქვს ერთად. იმ კომენტარებს და
აი ესენიც გამოგადგება თქვენ პირველი პოსტი ადრე რამდენჯერაც ვიძახდი პირველი პოსტი ვეფხისტყაოსანი გამასი თემური ხოციშვილის გამავეფხისტყაოსანის შევდივარ და სადღაა ეს პოსტები მაგ სხვადასხვა ადგილებზე შენახული მაინც გამოვაქვეყნებ მთლიანი პირველი პოსტი თავის კომენტარებით წაშლილია ხოლმე და ზოგჯერ იკარგება კაი კომენტარები და ესენი ამჟამად კარგად შევინახე ველოდები კომენტარებს მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ძალიან მიხარიან თქვენი კარგი დადებითი კომენტარები მაგრამ თუ რაიმე არის დამრიგებლური ჩემთვის თავიდან წუთში გავბრაზდები რაღაც არჩევას თუ მაძლევს და კაი დარიგებას მე დავფიქრდები დავწყნარდები და მართლაც თვითვალისწინებ დიახ მიყვარს დარიგება რატომ გონიერთა მწვრთნელი უყვარს უგუნურთა გულსა გმირდეს გონიერ ადამიანს მწვრთნელი დამრიგებელი უნდა უყვარდეს ამასაბოს ვეფხისტყაოსნის მთავარი ნომერ პირველი გმირი ტარიელი ავთანდილს ეუბნება როდესაც ავთანდილი ჭკუას არიგებდა რაცა მიწრთიხარი წვართთე კადრო უწვრთელი ვირიაო პირდაპირ გაუბედა და ეუბნება რომ გამოუწვრთნელიო აი სხვის დარიგებას რო არიჯერებდა რა მე ასეთი ადამიანიო გაუწვრთნელი და ეს არის ვირიაო პირდაპირ და შენ გამიგონიო რა და ნუ მაშინ ცუდ ხასიათზე იყო რაღაცა და დაუჯერა მაინც და დაეთანხმა რომ გონიერ ადამიანს უნდა უყვარდეს მწვრთნელიო ამიტომ უნდა უყვარდეს კაი ახლა ერთ-ერთ კომენტარზე თქვი უკვე ვიდეო გამოვაქვეყნე უკვე 1000-ობით ნახვა აქ ნახევარი საათის წინ რომ პროცენტიჯზე მეგონა რაღაცას მარიგებს იქ უფრო კარგად გაიგებთ ადამიანი მარიგებს მარიგებს წყალებში დავიჭყვით და იქ ორი მაგალითი აქვს განხილული ამ იმაზე და ცალკე ვიდეოც გამოვაქვეყნე და ახლა ვიტყვი რომ შეიძლება ეს ვიდეო არ მოყუროს და აქედან გაიგოს ეს ვინც არ უყურებს ცალკე ვიდეოც გამოვაქვეყნე და ორი მაგალითი აქვს ამოხსნილი კალკულატორი ტელეფონით როგორ უნდა მოვძებნოთ რაღაცის პროცენტი და მე დააწვევი ხელსა და ეძებს ხალხის გამოჭერას გატყავებას ანუ რეკლამა რაღაცის რეკლამა იმის ის როგორ იყიდება გაძირად ფასად კარგად სხვაგან თუ სიტყვაზე რა რეკლამებია სიტყვაზე ღირს 20 ლარი ის რეკლამას უკეთებს ყველაზე იაფად იმას და შეიძლება 100 ლარად გაყიდოს ესეთი რაღაცა ის ხო და ასეთი კაცი იყო ასეთი და ამას დაბლოკო მალე მოვაშორებ ვინც რეკლამისთვის იყენებს ჩემს ჯგუფებს იმათ ყველა და Facebook გვერდებს ყველას ბლოკავ რომ მეორედ აღარ შემოაღწევს არც ერთ ჩემ Facebook გვერდზე ასე რომ გისურვებთ წარმატებებს